ჩვენი წიგნი გადავდივართ მე-7 ჭიშკარზე, რასაც ქვია მოწყალების ჭიშკრები. ძალიან საინტერესო ისაა, თავია. ვითომ ვიცით რა არის მოწყალება, მაგრამ ეხლა იქნება რაღაცები, რაც ცოტა სხვა კუთხით დაგვანახებს. იძახის ბრძენი, ჰარახამინ, ხო, მოწყალება. ზოთა მიდა ჰი მეშუბახათ მეოდ. ეს არისო თვისებაო, რომელიც არის ძალიან საკებიო, ასე რომ ვთქვა. ვეიახათ მიშლოშ ესრე მიდოთ ჰამიუხასოთ ლეაკადოშ ბარუხუ. და ეს არის ერთ-ერთი 13 თვისებიდანო, რომელთაც გვევლინება გამჩენი ჩვენო. ერთ-ერთი 13-დან, ხო? ანუ რა ვისწავლეთ პირველი რომ გამჩენი გვევლინება 13 თვისებით, არათუ მეტი არა, ხარა, ის რაც ჩვენ გვევლინება 13 თვისებით, რომელი თვისებებია, რო ვიძახით ხოლმე, აშემაშე, ელ რახუმ ვეხანუნ ელ ხაფაიმ ვერახეს თუ ემეთ კონცერტ ხესე და ლაფინოს ანუ ფეშა ვეხატა ვენაკე. პირველი რა იყო? კელ. კელ რა არის ყველაზე დიდი მოწყალება. მოწყალება რომელსაც საზღვრები არ აქვს, განურჩევა. მე რა არის? კელ რახუმ ვეხანუნ. რახუმ რა არის? ეს არის რახამიმ. ეს არის მოწყალება. ანუ ერთ-ერთი დიდი, ასე რომ ვთქვათ, რახამიმ არის, როდესაც გამჩენი იწყალებს ადამიანს ცოდვისმეერ. კელ არის, როდესაც ცოდვამდე, ხო? ერთ-ერთი ახსნის მიხედვით. იძახის ბრძენი ვეიახა ერთ-ერთი 13-დან არის, ქედეხტი როგორც ნათქვამია, რახუმ ვეხანუნ. არის რახუმ, შემწყალე და ვეხანუნ, მოწყალე. ანუ არის განსხვავება, მაგრამ უნდა ეს რო ვისწავლოთ, საჭირო იქნება განსხვავება ყველა ამ თვისებებს შორის არის, ასე ვთქვათ, გაკვეთილები, ცალკე გაკვეთილები უნდა ჩავატაროთ და საჭიროა ეს გავაკეთოთ განსაკუთრებით ელულის თვის წინ, როდესაც ვთქვათ სელიხოთებს. ხალხი იძახის სელიხოთს, თელი ცხოვრება და წარმოდგენა არ აქვს, რაც არის სელიხოთებში, სამწუხაროდ. ხო? ვეხოლ მასე იუხალ აადამ ლეიტნაეგ ბა, იტნაეგ ვეიშტადელ. და იძახის რაც ადამიანი უფრო მოადიდებს და გააბევრებს ამ თვისებით მოქცევას, შეწყალებას. ხო? შეწყალებას იძახის რომ გააბევროს და შეეცადოს რაც შეიძლება ბევრი. ვეკამაში ადამ როცა შერახმუ ალავ, ვიშათ სორკო, ეხლა ნახეთ რას იძახის. და რამდენადაც ადამიანსო უნდაო რომ მასზეო იყოსო მოწყალებაო, ხო? არა აქ საუბარ დააკვირდით. ადამიანს ხანდახან ჩვენ გონია, რომ სხვა ადამიანისგან რომ გვინდა თუ ვიღოთ მოწყალება. ალბათ ჩვენი დღევანდელობა. ვისგან ეძებს მთელი, ასე ვთქვათ, ისრაელის სახელმწიფო ვის თვალებში ეძებს ახლა მოწყალებას? ამერიკის. ჯინჯი, ხო? რიჟასი, ხო? ვის ხელშია ჯინჯი? ჩვენ. რიჟა? გამჩენის ხელში. ანუ ჩვენ. ავტომატურად, ხო? გამჩენი ჩვენ ხელში არა. ჩვენ რაც გამჩენი. ჩვენ ოფიციალურად. გამჩენი გვიყურებს ჩვენ როგორ ვიქცევით, როგორ ვიქცევით ჩვენ სულიერებას, ვარ თუ არა მოწყალეები თუ არა, ხო? არა ფეხებით ცემა, ბახურეიეშივების და შარშავლების შემოხევა, არამედ ადამიანობა. იძახის რა, რაც უფრო ადამიანი, როგორც ადამიანს უნდა რომ იყვნენ მოწყალეები მის მიმართ, კენ რაუი ლო შეერახემ ალ მი შეიცდარეხ, ასევე თვითონ უნდა იყოს მოწყალე ვიზე სხვაზე ვისეჭირდება მის მოწყალება. ჩვენ რო რაღაცა გვინდა, ვერაფერს ვერ ხედავთ. ვართ ბრმები 100%. მარტო ვხედავთ რას, რაც მე მინდა. და შეიძლება რა ადამიანი მინდიოდეს თავისი დახმარების მოსაპოვებლად და გზაში გაქელოს ხალხი, ვისაც თვითონ შეუძლია რომ დაეხმაროს. და ამ დახმარებით გზაში რომ დახმარებოდა, შეიძლება არ დაჭირებოდა იქამდე მისვლა, სადამდეც გარბის დახმარებისთვის უკვე დახმარებული ყოფილიყო. ხანდახან დაჟე მარტო რა ფიქრის დონეზე რომ გადაწყვიტოს ვიღაცაზე მოწყალების, ასე ვთქვათ, გაღება, ხო? ეს ხოსორია. კემოში ამარაკა თუ როგორც დათქვამია თორაში, ვიავტალ ერეხა გამოხა და გიყვარდეს შენი რა მოხმე როგორც მოყვას შენი როგორც დავშეკა. მოხმე არ ვარ და მოყვას. მოყვას. კაი. აბორეით ბარა ხილეკ ზოთამიდა ლაცადიკი ველევა და ლეაკირამ ბა. და იძახის რომ გამჩენმაო ეს თვისებაო გაუნაწილა ვისო წმინდანებსო და თავის ასე რომ ვთქვათ მონებს, მაგრამ მონა რასი ადამიანი ვინც რა ეთაყვანება გამჩენს, ხო? ანუ გამჩენის მორიდია. კაშერა და ბეოსეფ და ვინ არის ყველაზე დიდი მაგალითი ვინც ეს გამოხატა? იოსეფ აცადიკი. როდის? ნახეთ ახლა რამხელა რაღაცას ვთხოვს თურმე გამჩენი და არ ვიცოდი. კი ნიხმერუ რახამა იოსეფთან რო მივიდნენ ძმები, ერთხელ ორჯერ სამჯერ ბოლო რა ასე ვთქვათ, ვეღარ გაუძლოს მოაწვა მოწყალება და გაეხსნა ძმებს. წარმოგიდგენიათ რას ვთხოვს გამჩენი? ანუ რატო და რას მეუბნება ბრძენი ამ სიტყვებით? რატო დაწერა თორამეს ისტორია? უფრო ბევრი ლამაზი ისტორიის დაწერა შეიძლებოდა. ანუ მოვიდა და გეუბნება თუ იოსეფი
ძმებმა გაყიდეს. პირველ რიგში გაიმეტეს მოსაკლავად. მერე გადაწყვიტეს არ მოეკლა და შეიძლება რომ ავიღოთ სულიერი თვალებით მისი მოკლა უკეთეს ყოფილიყო ვიდრე გააგზავნეს იქ სადაც გააგზავნეს. რატომ? ცოტა დიდი სიტყვებია ხო ისე რომ ისმის. ანუ რა იძახიან ბრძანები რა უფრო ცუდი ადამიანისთვის მოკლან თუ გააგზავნონ იქ სადაც უეჭველი გახდება ასე რომ ვთქვათ ავაზაკი და ცუდი ადამიანი რაშა ერთი სიტყვა გულში გაწირეს როცა გაწირეს უკვე სიკვდილზე მეტია სად გააგზავნეს ეხლა რომ ჰოლანდიაში გააგზავნო ადამიანი ამსტერდამში ხო მაიამიში რო გააგზავნო ადამიანი რა გადარჩება იმისგან არაფერი ხო პატარა ბიჭი ჩააგდო ის ადგილას სადაც არის გარყვნილების უმაღლესი დონე ყველაზე გარყვნილი ადგილი იყო მისრაელი ეგვიპტე ხო და რა თქმა უნდა ოკეი იყოს ტაილანდი მნიშვნელობა რა რასაც ყვებიან მე რა გარყოფილო და ხო ანუ რა მიუხედავად იმისა რომ ამდენი ასე რომ ვთქვათ რომ შევხედოთ ამ ხელას სიბოროტე გაუკეთეს ხო რა ქნა მოწყალება გამოიჩინა ხო ანუ რა აპატიება რაც არ უნდა რას გეუბნება თორა რას გვასწავლის აქედან რაც არ უნდა გაგიკეთონ შენში პატიების გრძნობა არ უნდა მოკლა იმ ადამიანის მიერ თუ ის ადამიანი ჩავარდა შენ ხელში და შენ კიდე გულში ინახავ რაღაცას და იძიებ შურს თორემ რა გითხრა არ იძიო შური და ბოღმა არ ატარო გული ანუ რა ეს თუ ამოგდებული გაქვს რჩება შანსი შეასრულო ეს დავალება გამჩენისო ქონდეს მოწყალება ადამიანზე ვერაუი ლამასკილ შეთიე მიდათარახამი ვეახანინა თქვა ვენინცე ბელიბო კოლაიამი რასიძახის და ვისაცო ჭკუა აქო თავშიო იძახის ბრძენი მართებსო რომ ეს თვისებაო ხო მოწყალება და ხანინა შეწყალებას ჭკუა ვენინცე იყოსო ჩაბეჭდილიო და იყოს მასთანო მუდამ გულშიო მთელი ცხოვრების განმავლობაში ხო ვეშ კამა მინიმა რახმანო და იძახს ახლა მოყავს რომ არის სხვადასხვა სახის შეწყალება ვეჰემ რეხოკიმ ზემიზე და იძახს ყველა არის ძალიან დაშორებული ერთი მეორისგან რახამეიჰა ალაბენ არის მოწყალება რომელიც აქვს მამას შვილზე ზეუ რახმანუთა ბა მიტევა კოლახაიმ რასიძახის კოლახაიმ ხო და ეს არისო თვისება რომელიც არის ყველა ცოცხალი არსებისო ანუ რა ადამიანს თუ აქვს მოწყალება შვილზე არ უნდა ეგონოს თავისთავად ძალიან განსაკუთრებული რატო რასიძახის შემდეგ კედერხა კლავი მეაბემოთ როგორცო ძახსაც ააქო და პირუტყვსაც ანუ რა ეს ყველას აქვს ეს არ გეგონოს შენ მოწყალე ხარ და დიდ საქმეს აკეთებ ეს გამჩენო ჩაბეჭდა შენში არის ეს შენში ინტეგრირებული ხო სწორად თქვა მარტო შენში არ ჩაბეჭდეთ თემ სოფლიოში ეს არის ჩაბეჭდილი მოწყალება შვილებზე და იცოდე რომ განსაკუთრებულ არაფერს არ აკეთებს ეს არის ანუ ავტომატზე მუშაობს ვეიმ იმნა შევეთ მუსარ მიბნო და თუ იქნება რომ ადამიანიო მოაცილებსო შვილსო დარიგებასო კი ნიხმერუ რახამა ალავ ლეაკოტო და რა მოაწვა ეხა მოწყალება რა რომ არცემოს თუ შვილი არასწორად იქცევა დღეს უკვე ბავშვის ცემა არ შეიძლება შეიძლება ციხეში მოხვდე ანუ ნუნუნოს არ ეთქვი უმანიხო ლელეხ ბეშრირუტ ლიბოჰარა და თუ მისცემსო უფლებასო რომ შვილმა გააგზელოსო ანუ იაროს თავის გულის ნაძახილზეო ნაძახზე შეიძლება ესე ვთქვათ გულის კარნახით იაროსო ჰინეზე არახმანუთ ტორედ უმეაბედ ეტაბენ მეხაიალაობა ეს არის მოწყალებაო რომელიც რასაკეთებსო მის შვილს აკარგინავს მომავალ სამყაროს ანუ რა თითქოს და შვილს აგზავნის სად ასე ვთქვათ უსკრულისკენ ხო როგორც ისრაელში იძახიან ლე აზაზელ ხო ანუ რა ადამიანი რომელიც მოწყალებით შვილს არაყენებს სწორედ გზაზე რადგან არ უნდა დაუხვიროს რომ ეწოდება არ უნდა რომ შეუჭედოს რომ სწორ გზაზე დააყენოს თავის ხელით ასე ვთქვათ ანადგურებს თავის ბავშვს ანუ რა ეს არის ერთ-ერთი ცუდი მოწყალება რასაც გვასწავლ ჰინეჰა ადონ მერახემ ალდო რასძახის რომ მისოც ბატონიცო იწყალებსო თავის მონასო ვე ადამე ამერახემ ალხავერო ბემაკომ შემეკავე მიმენო თოელეთ საინტერესოა ხო ადამიანს აქვს მოწყალება თავის მეგობარზე როდის როცა ელოდება მის გარას რაღაც ინტერესი აქვს ხო რაღაც ვიგოდა ბეხოლზე ჰიტოვა მეოდ ვიტფოს ბელიბო მიდატარახმავთ იძახის მიუხედავად იმისა რომ ეს არ არის საუკეთესო თვისება როგორც ბატონი რო იწყალებს მონას რომ მეგობარი იწყალებს მეორე ამ ხანაკს ერთი ადამიანი ამ ხანაკს რატო რომ იმაში ვიგოდა უნდა იმაში უნდა რომ რაღაცა გამორჩენა კონდეს ხო იძახის მიუხედავად იმისა რომ ეს არ არის ამ ხელა მოწყალება გამოუწია რა ირანელებს
არა უშავს ამოვანთხებს კაი. კაი. ანუ რაც იძახის მივხვდით რომ ეს არ არის საუკეთესო იმითი ეროდებოდა იმდენი ირანი. ეს არ არის საუკეთესო მოწყალება იძახის მაინც გულში შეინახოს ადამიანს. რატო? რადგანაც ნაპერწკალი კარგი არის, ამქიდან შეიძლება რაღაცა დიდი ცეცხლიც გამოვიდეს. אבל אותו הוא היה מעולה שבמידת הרחמנות שירחם על בנו להביאו לעבודת בורא יתברך. זכיס რა არის საუკეთესო მოწყალება რომ ადამიანმა თავისი შთამომავალი შვილი ხო მიიყვანოს სადამდე გამჩენის სამსახურამდე სწორსაქციელამდე როგორც დათქვამია ავლევანიმ იოდია ელ ამითეხა რომ რა ასწავლოსო მოკლედ ადამიანმა გამჩენის და თავის შვილს ვირახემ ალ ნიშმათო יותר ממה שמרחם על גופו. და ადამიანმა ეხა ეს რაც არის ზუსტად საპირისპირო რაც დღეს ცხოვრებაში ხდება. რომ ადამიანმა უნდა შეიწყალოს თავისი სული უფრო მეტად ვიდრე თავისი ტანიო. რას იძახის? ანუ ადამიანმა შეიძლება იაროს ვარჯიშზე, შეიძლება აკეთოს დიეტები, ხო? დაიხადოს ლამაზი, ჰა? სულს უფრო უნდა მიხედო ვიდრე იძახის რა შენ ტანზე მეტად ჩვენ ენაზე რო ვთქვით პატივი უნდა სე შენ ნეშამას ანუ არ გადაყო შენ ტანს გადაყევი შენ ნეშამას თუ პრიორიტეტი ანუ შენ წინაშე არის ორი რაღაცა პრიორიტეტი რას უნდა მიანიჭო არა ტანს არამედ რა შენ სულიერებას თუ დღეს შენ წინაშე არის საჭმელი რომელიც არის აკრძალული შენთვის რო ჭამო როგორც მედიცინის თვალით, ადამიანს მედიცინის თვალით რაღაც აკრძალული და იმას ჭამს, თორაში წერია და გაუფრთხილდი შენ იმას სულს ძალიან. ანუ რა შვება, ვნებს თავის სულს, ეგეც ცოდვა, არ არის აუცილებელი ღორის ხორცი ჭამოს. ღორის ხორცი ეს კიდე ცალკე პრობლემაა. ანუ ადამიანი რო დგება გამოცდის წინაშე, ერთი მხრივ შია და უნდა რომ ჭამოს რა, ის რაც არ ეჭმევა, მეორე მხრივ თუ შეჭამს და რას გაუკეთებს, თავის ტანს გაუკეთებს სიკეთეს, მაგრამ ცუძვის გაუკეთებს თავის სულს. იძახს ამ მომენტში ვის უნდა გაუკეთოს სიკეთე შენ სულს არ ჭამო ეს. ხო? ანუ შეიწყალე შენი სული უფრო მეტად ვიდრე ტანი. ტანმა იტანჯოს გაულის, მე იპოვი რაღაც საჭმელს დააწყნა, მაგრამ სულს ვეღარ დააწყნა. וצריך להכותו בשבט מוסר, להדריכו בדרך ישרה, אפילו באכזריות. და იძახის რა ადამიანმა თავის ნეშამას როგორ უნდა მოეცესო, მუდამ უნდა წაუკითხოს მუსარიო, უნდა დაარიგოს ჭკუაო, ან როგორ? აიღოს წიგნი და იკითხოს დარიგებანი, ხო? ბავშვო, პირკეი ავოთი, ესეთი მუსარის წიგნები და თუნდაც რომ ეს იყოს გზა, რომელიც არის მრისხანეო, თავის სულის მიმართ. რატო? რომ სულს სჭირდება მრისხანება. ან მრისხანება ის არ რა ქვია, ცეცხლში ჩახდეს, ეგ სისულელია. საუბარი რაზეა, რომ ადამიანს ხანდახან გონი ამას თუ გაუქმებ ეს ძალიან კაპასი გზა არის. არა, ეძახის, რომ რაც უფრო მკაცრია გზა, გამჩენის გზაზე, ადამიანის სული უფრო შენახული. კი ზე აღზარიუთ ჰი რახმანუთ, რადგანაც რა, ასეთი მრისხანება ეს არის ყველაზე დიდი მოწყალება. ואף המגדל יתום שנאמר עליו כל אלמנה ויתום לא תענון. ეხა სვავს კითხვას. ადამიანი ვინც ზრდის მაგალითისთვის იპოვა ბავშვი, არის ბავშვი მეზობლების, რომელიც დარჩა მშობლების გარეშე. არის ცხოვრებაში ხდება. შეხვდი ბავშვს, რომელსაც აღარ ყავს მშობლები. წამოიყვანა და გინდა რომ გაზარდო. თორაში წერია ქურივი და ობოლი არ შეაჭიროა. გაჩნდება კითხვა, რა არის არ შეაჭირო, ხო? ცრემლი არ უნდა წამოუვიდეს, ხო? არ უნდა გაუკეთო, ასე რომ ვთქვათ, არ უნდა შეაჭირო. გასვავს კითხვას ბრძენი, შემილია თუ არა ხანდახან წაუკოთო. რო სწორ გზაზე დავაყენო. იძახის რა, მიცვა ლეალკოთო ბიხდე ლეაშროდ ლედერეხ ეშარა. მიცვა არისო რა? ხანდახან დაჟე შეაჭიროა, რადგანაც რა, სწორ გზაზე იდგეს. მივხვდი იმისა რა, რომ თორემ გითხრა არ შეაჭიროა. რადგანაც ეს შეჭიროება რისთვისაა, რათა გადაარჩინო ცუდისგან, ამას შეჭიროება არ ქვია. אף על פי כן צריך לנהל היתום ברחמים יותר משאר כל אדם. მაგრამ მიუხედავად ამისა, შედარებით სხვა ადამიანთან მაინც უფრო მეტი მოწყალება უნდა იყოსო, ობოლთან მიმართებაში. ახლა ინახეհუ ლელეხ ბეშრიუთ ლიბო. რაც ზახის, მაგრამ რა არ მიატოვო და არ მიუშვა თავის როგორც ვთქვით, გულის წადილზე, ხო? וגם צריך שלא ירחם על עצמו יותר מדי. და რა, ეს ჩვენ ყველას გვეხება და იცოდე რომ მაინც და მაინც შენ თავზე არ იყო ძალიან მოწყალეო, ხო? ანუ რა, გვიყვარს ცოტასაც დავიძინებ, ხო? მოდი ცოტა საჭირო. დღეს გაკუთილზე არ წავალ, დავისვენებ, რა მოხდება? ერთ გაკუთილს გავაცდებ, ხანა და კაი, რა ჩვენ არ გვითხავს. ჩვენც არ მოვიდა და მას არ მოვიდა. ჩვენ არ გვეხება.
ხო, კიდე იქნება გაკეთებული. ხო? ვინც არ მოვიდა იმას უთხარი, რა უცე ჩვენ აქ ავარ. იმას გამჩენია თუ. ელა צריך לייסר עצמו ולעקוף יצרו הרע. და ეძახის რა, უნდა ადამიანი უნდა შეაჭიროს თავის გამჩენის გზაზე და ასე ვთქვათ, დაამარცხოს თავისი ცუდი ძალა, რომელიც არის ეცერარას უძახ. ხო, ანუ ცუდი, რომელიც მაბიძგებელი ცუდისკენ. וכן ילחם על ეკროვავ ანიმ და ასევე ადამიანმა უნდა გამოიჩინოს დიდი მოწყალება, ვიზე თავის ახლობელ გაჭირებულებს. კიდე ხტივ, უბსარეხა ლო თიტალემ, რატო? როგორც შენი ახლობელია, არის როგორც შენი ხორცი და იზახს რა შენი ხორცისგან არ მიიმალოთ. თქოს რა, რომ ხედავ რომ შენ გარშემო არის ადამიანი, ვისაც უჭირს, თვალი არ დახუჭვა იმის გაჭირებაზე. ხო? ეგეც დიდი მოწყალება. ვეგამ ალ ანიმ იერახემ უბიოტერ იერახემ ალ ირიაშემ და იზახს რა თუ ადამიანს აქ არჩევანი ვისაც გამჩენის შიში აქვს და გამჩენის გზაზე დადის და ვინც არ დადის გამჩენის გზაზე, იზახს რომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ვინც გამჩენის გზაზე დადის. וזהו עיקר הרחמנות הכונן המרחם עובדי השם והעושים רצונו. და რა ეს არის ძირითადი მოწყალება, როდის ადამიანიო იწყალებსო ის ვინც გამჩენის გზაზე დადისო. אבל יש רחמנות שהיא רעה יותר מאכזריות. მაგრამ არისო რა მოწყალებაო, რომელიც მრისხანებაზე უარესი არის. ანუ რა ადამიანი აკეთებს რაღაც მოქმედებას, მის თვალში რა არის ეს? მოწყალება, სიკეთეს აკეთებს, მაგრამ რა უფრო უარეს აკეთებს, ვიდრე რომ ასე ვთქვათ, შეიძლება ყველაზე დიდი ვთქვით აღზარიოთ, ვთქვით, ყველაზე დიდი მრისხანება გამოესახა. ეს რა არის? კეგონ, ჰამერახემ ალ ჰარეშაიმ ჰამახზიკ ვეჰაბახზიკოთამ. ადამიანი რომელიც რა ეხმარება ბოროტ მოქმედებს, ცუდ ხალხს, რომ გააგრძელონ თავისი გზა. რატო? შენ თუ შეგიძლია რომ ეს ადამიანი გადმოიყვანო ცუდი გზიდან, მაგას დიდი სიკეთე არაფერი არ არის. მაგრამ თუ აგრძელებინებ იმ გზაზე სიარულს, გამოდის ყველაზე ბოროტი ხარ ამ ცხოვრებაში. და ყველაზე დიდი ბოროტის უკეთებ მას. ხო? ויש מכשול גדול לאיש המגביה הרשעים ונותן להם יד. და არისო რა დიდი ასე ვთქვათ ფეხსამოსაკრავი მისთვისო, ვინცო ამ ბოროტ მოქმედ ხალხსო, ვინც თორის გზებს გადადიან და კელავენ ფეხებით, ხო? რომ მათ აძლევს ასე ვთქვათ მოწოდების სიმაღლეს, ხო? ანუ რაღაც ასე ვთქვათ პრიორიტეტს ანიჭებს, აძლევს ასე ვთქვათ საშუალებას, რომ რაღაცა გააკეთონ. უმაშპილატოვინ უმოესბაჰემ და რა აკნინებს მათ, ვინც კაი ხალხი არიან. ანუ რა, ვის აძლევს საშუალებას, რომ წამოიწიონ, ვინც არიან ბოროტები და ვის აკნინებს ამის ხარჯზე, ვინც არიან ნორმალური კარგი ხალხი. ველზე ნეემარ, ამას ნათქვამია თორაში, ველო თახუს ენეხა ალა ველო თახმოლ. ანუ რა, ბოროტ მოქმედებს რა წერია, რომ არ დახუჭო მათზე თვალი და არ შეიწყალო ისინი. ანუ რა, ბოროტ მოქმედს როგორ წერია აგადაში. და ბოროტ მოქმედს 4 შვილზე რო ლაპარაკობს აგადა როგორ წერია და ბოროტ მოქმედსო ჩაუნტრული კბილებიო, ხო? ჩაუნტრული კბილები არ არის საუბარი რაღაცას დაარტყა, მაგრამ ადამიანი უნდა იყოს როგორც კბილებს უნდრო, რატო? რომ მოდის ადამიანი და რას გეუბნება, რა სამუშაოა, ერთ-ერთი შვილი რას იძახის და რა არის ეს სამუშაო თქვენთვის და როგორ იძახის აგადა თქვენთვის და არა ჩემთვის, თქოს თავი გამოყო ისრაელის ერიდან. ეს არის ბოროტ მოქმედება, ხო? ეს არის სიბოროტე, რომ თითქოს თორა მას არ ეხება, გამჩენი მას არ ეხება. ლო იერახემ ალ ანი ბადინ და რა დავუშვათ რობინ გუდი არ იყო. არ შეიწყალო სასამართლოში, არ დადგე გაჭირებულის მხარესო. ანუ ადამიანს ბუნებრივად რათვისება აქვს, როცა დგას მის წინაშე დავუშვათ მდიდარი და გაჭირებული, ძლიერი და სუსტი. ყოველთვის ნორმალურ ადამიანს თუ შეუულია რომ ვიღაცას დაუდგეს გვერდში, ძლიერს დადგომა გვერდში აღარ ჭირდება. ვის დაუდგება ვინც გაჭირებულია, ხო? იძახის მოსამართლეს. ჰა? დავაგლახოთ ყველა ძლიერს უძლებოთ. იძახის რა, მოსამართლეს არა აქვს ნება, რომ თავისი ასე ვთქვათ ბუნებრივი ასე ვთქვათ თვისებები, მართვისებები არ, ანუ რას ანუ ეს რაც გამოიღვიძებს მაშეს მოწყალება ბუნებრივი, რომ გამოხატოს ვიღაცის მიერ. მოსამართლე უნდა იყოს რა, რასაც კანონი იძახის. მოსამართლეს არ უნდა გქონდეს ნეგია. მოსამართლეს თუ აქვს ნეგია, შეხება რაღაცასთან არ შეუძლია რომ იყოს მოსამართლე. ბატონო? მიდრეკილება. ხო, შეხება. שלא יטעה משפט עבור דחקו של עני, რო არა არ გადაწონოსო იმის რა ქვია გაჭირებულის სუსტის მხარეს არ გადაწონოს სამართალი. ვეშ რახმანო შეიახზარიო და არის მოწყალება რომელიც მაგრამ მათ თიდრის ხარეს უნდა გადაწონოს, მაგრამ რაც გადასაწყვეტია.
მაგრამ გაიგებ. უნდა იყოს რაც გადასაწყვეტი ის უნდა გააკეთო. ხო? ქეგონა ნოტენს და კალე ანი გასძახის რომ რა არის ყველაზე ერთი კიდე არის მოწყალება რომელიც არის მრისხანებაო. მაგალითისთვის ეხლა ნახეთ რა ხდება. ძალიან სიმფრთხილეა საჭირო. როდესაც ადამიანი აძლევსო ცედაკას გაჭირვებულს, რა არის უდიმებში? არაფერი. ვიახარქახ და ამის მერე ასე უნება მახბიდ ალოთო ანივე ომერ. მიდის და აწვება იმას, რა ქვია, გაჭირვებულს ზედ და ასე უნებაო. ნათათი ლეხა კახვეკახ, მოგაცი შენ ასე ამდენი და ამდენი დაგეხმარეო. ცარიხათა ვალდებული ხარ შენ ლიტრუახ ბაავური. ვალდებული ხარ რა, ეხა რო იზრუნო ჩემთვისო, ასე ვთქვა, გაისარჯო ჩემთვისო, ველავოდ ოთი და მემსახურო მაქვს, ეხლა შენ ასეთი ლეხა. იმისთვის რაც მე გაიკეთე შენ, ჰა? ამონებს. ხო, ყველაზე ცუდი როცა არის. ველზე ნემარ და ამაზე დათქომია ვერახამე რეშაი მახზარი და ეს ცუდი თვისებაა. დარჩა ცოტა, მაგრამ ეს ბეზრად შენ იქით კვირაში გავახსენებ. კაი. აგავჩერდეთ და